ეხლა მთლად მოწმენდილცაზე არ მომხდარა ის, რაც მოხდა. თუნდაც წინა საარჩევნო პერიოდში ამ ყველაფერს უსწრებდა ტრამპის კომენტარები, ის რაღაც გულაცრუებული იყო ზოგადად აღმოსავლეთ ევროპაზე, ზოგადად ევროპაზე, უკრაინაზე მათ შორის. ბოლო ხანებში აი დიქტატორი უწოდა, არჩევნებიც მოთხოვა, მერე როცა წამოაძახეს ეს მისი კომენტარი, ასე ვთქვათ, უარყოდა რაღაც ხუმრობაში გაატარა. პენსილვანიაში ჩასვლა შეადარეს, შეახსენეს. არც ახსოვდა ესეთი რამე თუ თქვა და დაეჭვდა. ზელენსკის მანქანიდან გადმოსვლის მომენტიც კი, როცა მან რაღაც ისე ქილიკით უთხრა, რომ ნახეო როგორი გამოწყობილი გადმოვიდო, მიანიშნებდა იმას, რომ რაღაც სხვა ტონით და სხვა სხეულის ენით დახვდა ის ვოლოდიმერ ზელენსკის. ეს არ იყო ძველი დახვედრა, ეს არ იყო ბაიდენის ადმინისტრაციის დახვედრა, ამიტომ გასაგები იყო, რომ ამ ურთიერთობებში ყველაფერი ძველებურად ვერ წავიდოდა. თუმცა ის, რაც მოხდა, გადააჭარბა ყველაზე უარეს მოლოდინებს. და ეს იყო ყველაზე ცუდი სცენარის მიღმა სცენარი, რაც შეიძლება წარმოგვედგინა. ეხლა დასამალი არ არის, ყველამ ნახა, ყველამ მოისმინა, ეს შეხვედრა და მოლაპარაკებები დასრულდა კატასტროფით. ალბათ ეს გარკვეულ გავლენას იქონიებს თუ დიდს არა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერაზეც, შეერთებული შტატების მხრიდან პოლიტიკურ მხარდაჭერაზე. ჩვენ ნახეთ, რომ მანამდე რეზოლუციასთან მიმართებით გაეროში ძალიან ისეთი უწყინარი ჩვეულებრივი რეზოლუცია იყო, იქაც კი გაიყო პოზიციები, ამერიკამ თავის რეზოლუცია შეთავაზა გაეროს, უკრაინას და ევროკავშირის ქვეყნებს სულ სხვა ტონალობის რეზოლუცია ჰქონდათ. მაგას ხსნიან, რომ მედიატორები ვართ, ხო? თქვენ სწორედ თქვით, რომ რაღაცა არ ვიცი, მაგრამ პერსონალური, ასე ვთქვათ, განწყობები ტრამპს ზელენსკის მიმართ აქვს საკმაოდ უარყოფითი. აქ შეიძლება ეპიზოდია პერსონალური განწყობა საყოველთაოდ ცნობილია, რაც უკავშირდება მის იმპიჩმენტს, რასთანაც ეს მიიყვანა ბაიდენის. მეორე მომენტიც არის აქს და არ უნდა დაგვაუწყდეთ, ეს ტრამპი არის პოპულისტი თავის პოლიტიკური იდეოლოგიით, ასე ვთქვათ და მას აღიზიანებს ის მომენტები, როდესაც ახლა გუშინდელი შეხვედრას თქვენ რომ დააკვირდეთ, მთლიანად გათვლილი იყო რაზე ეს სკანდალი რაც მოხდა, რომ ჰედლაინი ვის უნდა დარჩენოდა. ისმის ყველამ ტრამპს აქვს ეს, რომ ის უნდა იყოს ვიხმარ უცხო სიტყვას ჰედლაინ გრებინგ, ანუ ჰედლაინი მან უნდა წაიღოს. მას არ აინტერესებს დიდათ ეს პირობები, არც მოლაპარაკების შედეგი, არის ის, რომ ის უნდა გამოჩნდეს როგორც მთავარი ფოკუსი მსოფლიო მედიაში და მსოფლიო საინფორმაციო სივრცეში. ეს არის მისი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომ დაიკავოს საინფორმაციო ველი, თუნდაც აგრესიულად, თუნდაც უაზროდ, მაგრამ მთლიანად. ეს რომ ისე სწორი ტაქტიკა იქნებოდა ზელენსკის მხრიდან? ზელენსკის მხრიდან, ეხლა იმის თქმა, რომ ზელენსკიმ ყველაფერი სწორად გააკეთა თუ არა, ბუნებრივია, ეხლა ომშია ადამიანი, არის უდიდესი წნეხის და სტრესის ქვეშ, ამიტომ მე ვერ გავაკრიტიკებ მას ვერანაირად. არ ვიცი, მეც რო ყოფილიყავი, ალბათ ემოციურად ესე უპასუხებდი, დიდი ახლა აფერი არ უთქვამს და გვაქვს თან სრული ინფორმაცია და სურათი, რამაზეც საუბრობთ. რაც ნახეთ, იმაზე ვსაუბრობ. მას ამერიკელი ხალხის მიმართ უპატივცემულობა იქ არ გამოუხატავს. არ გამოუხატავს, არ ყოფილა ისეთი, ხო? ხარ, საერთოდ ხმა რატო ამოიღო, საერთოდ რატო შეეპასუხა, მესმის შეიძლება რაღაცა კიდე სხვანაირად ეთქვა, რაღაცა კიდე უკეთესად ეთქვა, მაგრამ არაფერი იქ შეურაცხყოფილი არ თარჯიმანი გამოეყენებინათ, უბრალოდ შეიძლება ნეიტრალური ყოფილიყო ენა, მაგრამ თავისთავად ფაქტორი ეს საუბრის ატმოსფერო იყო შიგნით რა. ეს იყო გამოძახილი რაღაცა ეთქვა, როცა შენ ჯობერ ვიცოდეთ ეს. მიდიხარ ომიდან ჩადიხარ, ლამის სანგრიდან ჩადიხარ თეთრსახში და ეხლა ცდილობენ რომ დაგაბულინგონ და გაგჭყლიტონ, ბუნებრივია რომ რაღაც ემოციურად, რაღაცას პასუხობ, თუმცა იმ სიტყვებში კარგადაც რომ ნახოთ, იქ შეურაცხყოფა არაფერი შეურაცხყოფელი განსაკუთრებულად არ იყო, არც განსაკუთრებულად და არც ისე. ეხლა რას მოუტანს ეს შეერთებულ შტატებს? შეერთებულ შტატების ასე ვთქვათ პოზიცია და რეპუტაცია, მათ შორის საქართველოში და მსგავს ქვეყნებში ბოლო პერიოდში არც თუ ისე მყარი და სახარგებიელო იყო, სიმართლე გითხრათ. სხვა შორის საქართველოშიც მას არ ყავდა უკვე ბოლო პერიოდში ძალიან იმდენი მხარდამჭერი, რამდენიც ადრე. ხა ეს კარგ სააფერს არ მოუტანს, იმიტომ რომ რუსეთს შეეცდება ეს გადათარგმნოს თავის გამარჯვებაში და წარმოაჩინოს ამერიკას სწორედ ისე, სწორედ ტრამპის მოქმედებების ფონზე და კონკრეტულად აი ამ საუბრების ფონზე, რომ აი ხო გეუბნებოდით, რომ შეერთებული შტატები არის ჩვეულებრივი იმპერიალისტური განწყობების მქონე ქვეყანა. მას აქვს ძალიან ვიწრო საკუთარი ინტერესები, ის არის ისეთი თავკერძა სახელმწიფო და აი თქვენ საჭიროების შემთხვევაში გაგჭყლიტავთ სწორედ ისე კარიკატურა ვიხილეთ და მშვენიერი მასალა, მშვენიერი მასალა.
ოვალურმა კაბინეტმა მშვენიერი მასალა მისცა მოსკოვს ესეთი მსგავსი პროპაგანდის გასაჩაღებლად. აი თქვენც გაიჭრილდებით მსგავსად უკრაინისა. თუ დაიწყებთ ურჩობას. ეს არის და ეს ახლა კარგ სააფერს არ მოიტანს, მაგრამ ცხოვრება გრძელდება. ახლა ვიღაცებს რომ მორალური კომპასი წეგან ირაკლის ვეუბნებოდი აერიად და შეიძლება გაუფუჭდათ, ეს არ ნიშნავს რომ ჩვენს ყველა ჩვენი მორალური კომპასები გავაჩეროთ და იმას არ ცვლის, სად არის